მერის თანამშრომლების მიერ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ატესტაციის პროცესი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააპროტესტეს. აქცია პერფორმანსი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლიანი თაობისა და აპრიორის წარმომადგენლებმა გასაუბრებისა და ატესტაციის პროცესის იმიტირება გააკეთეს. მათი განცხადებით მერიაში საკადრო საკითხების გადაწყვეტისას ნეპოტიზმით ხელმძღვანელობენ. მარგიშვილი და ნარმანიას უთხრება არჩევენ თანამშრომლებს ნეპოტიზმის ნიშნში. არჩევენ თანამშრომლებს ნათესაური კავშირების მიხედვით და მხოლოდ ქართული ოცნების წევრებს ან მათ ახლო ნათესაურებს აქვს უფლება თურმე რომ იმუშაონ მერიაში. ეს ადამიანები ჩადიან კრიმინალს და არ აძლევენ ნეიტრალურ ადამიანებს მიიღონ მონაწილეობა იმუშაონ პროფესიონალებმა მერიაში. მარგიშვილი სატელეფონო ზარებით ქართული ოცნების წევრების ნათესავებით აქტივისტებით ცდილობს თბილისის მერიის გავსებას. მას არ აინტერესებს პროფესიონალიზმი, არ აინტერესებს ის ადამიანები, ვინც ნეიტრალები არიან, ვინც პროფესიონალები არიან და მიიღეს კონკურსში მონაწილეობა. ძალიან ბევრმა მათგანმა კულები აიღო, გადალახა კონკურსი, მაგრამ ეგრეთ წოდებულად გასაუბრებაზე ჭრიან, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ ქართული ოცნების ხარდაჭერები და აქტივისტები არ არიან.